მოგესალმებით ახალგაზრდებო და ჩვენ ახლა ვსაუბრობდით მამა დოროთესთან. ვერ ვიტყვით რომ ის ბრძოლა რომელიც ახლა მიმდინარეობს არა მარტო ქუჩებში, არამედ გონებაში პირველ რიგში და მამა დოროთეც ხშირად საუბრობს ხოლმე ჩვენ ამ სტუდიებში საუბრობთ რომ ეს ცივილიზაციური დაპირისპირება არის პრინციპში თავისუფლების გაგებას, დემოკრატიის მნიშვნელობას, ადამიანის ღირსების და აქედან გამოსული, ასე თუ აქედან გამომავალი უფლებების პატივისცემის, აი ამ ღირებულებებზე დამყარებული საზოგადოებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. და შავ ტოტალიტარულ, რა დავარქვათ ამათ თქვენ არ გეხსენებათ, მაგრამ საბჭოური მენტალიტეტისა და მორალ გამოცდილი იდეოლოგია, ფეიქ იდეოლოგიით სავსე საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ადამიანებს შორის. თქვენ რა მოტივაციით ხართ ამ ბრძოლაში, რომელსაც პირობითად კი ვარქმევთ რაღაც სამოქალაქო აქტივისტს, მაგრამ ეს გაცილებით უფრო მეტია და მარტო სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლას არ უკავშირდება ქვეყნის და სახელმწიფოს გადარჩენაზე არის ლაპარაკი. მოდით გოგონას მივცეთ უპირატესობა ამ შემთხვევაში და დავიწყოთ თქვენით. დავიწყებდი იმით, რომ ჩემთვის პირადად ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ მე პირადად სამართალზე ვსწავლობ და რასაც რეალურად უნივერსიტეტში მივდივარ ვსწავლობ და ვიგებ და ვიაზრებ, ეს რომ გამოვდივარ უნივერსიტეტიდან, არა ყველაფერი მხდება გაქარწყლებული და ეს რა ვთქვათ შეურაცხყოფილი, რადგან ყველანაირი კანონი, კონსტიტუცია, რომელიც უზენაესი უნდა იყოს ქვეყანაში, ყველაფერზე უხეშად რო ვთქვათ, ფეხი აქვთ გადაბიჯებული და არაფერს, აბსოლუტურად არაფერს არ ითვალისწინებენ იმის გარდა თუ რა არის მათი ინტერესები. ისინი მხოლოდ მათ თავიანთ ინტერესებზე და რაღაც სურვილებზე და აი ბოროტ სურვილებზე დგანან და ამიტომ ჩემთვის როგორც სამართლის სტუდენტისთვის პირველი მოტივაცია ის არის რომ მე რო სასამართლოში მივდივარ როგორც ადვოკატი, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და რომ მივდივარ იმაზე კი არ იყოს დაფუძნებული ეს სასამართლო რომ ვიღაცამ დარეკა და თქვა რომ აი განაჩენი ეს უნდა იყოს მე როგორც ადვოკატი როგორ წავიყვან ამ პროცესს და მე როგორც ადვოკატი როგორ გავუმკლავდები ამას და არა ის რომ უკვე გამოტანილია განაჩენი და გადაწყვეტილი. როგორც აზრი ქონდეს საერთოდ როგორც პროფესიას, როგორც თავისუფალ პროფესიას. მაგრამ ძალიან მარიკო ხო, პროფესორად. მარიკო საინტერესო რამ გამახსენდა მე უბრალოდ, იმიტომ რომ მე რო თქვენზე ოდნა უფრო პატარა ვიყავი, მოსავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში გავიზარდა. შეიძლება ითქვას, მაშინ ერქვა პიონერის სასახლე და იქიდან, ანუ სასახლეში რას გვასწავლიდნენ? გვასწავლიდნენ ისტორიებს, ჩვენი გმირების, ჩვენი ლიტერატურის მთავარი პერსონაჟების იმღირებ რაზეც დგას საერთოდ ქართული იდენტობა და რომ გამოდიოდი ქუჩაში იქვე 30 მეტრში ზუსტად გამსახურდია მერაბ კოსტავა, სხვა ადამიანები ამას ყველაფერს განასახიერებენ. თავიანთი შემართებით, პატრიოტიზმის თავდადებით, თავიანთი განდული ცხოვრების გზიდა და იმითაც რასაც აკეთებდნენ იმ მომენტში. და ჩემთვის აი ეს გმირები, რომელიც ისტორიაში, ლიტერატურაში იყო, აქ ცოცხლდებოდა. და მე არ მქონდა ეს კოგნიტური დისონანსი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს, თქვენი თავების წარმომადგენლს ახლა აქვს, როცა ელაპარაკებიან სამშობლოზე, ელაპარაკებიან რწმენის ძირითად პრინციპებზე, ადამიანის ფასეულობაზე და მე ამ ადამიანებს ახალგაზრდებს განსაკუთრებით ფეხქვეშ თელავენ, აწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ქალებს შეურაცხყოფენ ყველაფერს, რაზეც დგას ქართული იდენტობა. აი, თქვენ გააქვთ ეს განცდა და განწყობა, ლუკა, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, რომელმაც მე ჩემი ბავშვობა გამახსენდა და ის ისტორიული პერიოდი, რომელიც საქართველოს გამოიარა. ცით ერთი არის როცა გელაპარაკებიან ქართულობაზე, მე უყურებ და გელაპარაკება ქართულობაზე კობახიძე, გელაპარაკება ქართულობაზე პაპუაშვილი, უყურებ რას აკეთებენ, მე მიდიხარ, კითხულობ წიგნს, კითხულობ უნივერსიტეტში რა იყო ილია, რა იყო აკაკი, რა იყო ის, რაც გამოიარეს 9 აპრილი, ხედავ ცოცხალ გმირებს და მე ხვდები რომ რასაც გეუბნებიან, რასაც აკეთებენ, სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც რეალურად იყო ქართულობა, რაც წაიკითხა, რაც მოგიყვნენ. და როცა ამ რეალობაში ცხოვრობ და უყურებ იმ ყველაფერს, რასაც ქართული ოცნება დღეს აკეთებს, გინდა არ გინდა მიდიხარ იმ მომენტში, როცა ამბობ რომ ეს არ არის ქართულობა, ეს არ არის ის, როგორც მე მინდა ვიცხოვრო. ეს არ არის ის, როგორც მინდა ჩემმა შვილებმა, ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ოჯახმა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როგორც ესენი ქმნიან. ეს სტუდენტობის ამბავი არ არის მარტო ის. მე რო დღეს სტუდენტი ვარ,
მარტო სტუდენტის ცხოვრება არ მაქვს. მე ვარ მეგობარი, მე ვარ შვილი, მე ვიქნები მშობელი და როცა აქ ცხოვრობ, შენ გინდა რომ იცხოვრო და შენმა შვილმა იცხოვრო საქართველოში, რომელიც იქნება იმ წესზე ასდილი, იმ წესით შექმნილი, როგორიც იყო ილიას საუბრები, როგორიც იყო აკაკის საუბრები, როგორიც იყო ის ქართველობა, რომელიც გამოვიარეთ და რომელიც გვასწავლეს რო არის. მე ვსაუბრობ ბრძოლაზე და ბრძოლას თავისუფლებისთვის. და ეს იყო რაც გვასწავლეს და ეს იყო იდეაში რაც ვართ. ეს რაღაც 400 დღე რო სრულდება ამ პროტესტის ამის მაჩვენებელია, რომ ეგ ხალხი შემორჩით, ეგ ხალხი ვართ და მაგას ვაპირებთ, რომ გავაგზავნოთ ბოლომდე არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გამოვა და დაგვიწყებს საუბარს იმაზე, რა არის ქართველობა. მადლობა ლუკა და კიდევ ერთი პლასტი მინდა შემოვიტანო და თქვენ შემოგთავაზოთ ამას საუბარი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს თქვენ ძალიან გაწვალებთ, გადარდებთ. მე როგორც ლექტორს მაქვს ინტენსიური შეხება სტუდენტებთან და ვიცი მათი განწყობები, მათი დამოკიდებულება, მაგრამ ის გარემო და პირობები, რომელშიც მათ უწევთ სწავლა და ცხოვრება. აი, ჩემი სტუდენტების დაახლოებით 70-80% პარალელურად მუშაობს კიდეც. იმისთვის რომ ოჯახს დაეხმარონ, თავიანთი სწავლის უზრუნველყოფა ან ცხოვრების შეძლონ და ასე შემდეგ. ამ სახელმწიფო ძალიან ცოტა რამეს აკეთებს იმისთვის, რომ მათ გვერდში დაუდგეს. და ახლა კიდევ მას შემდეგ რაც არის განათლების დეფორმა, ფაქტობრივად დაანონსდა, ჩვენ ხედავთ რომ ამ ხრი პრობლემები გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უფასო ხდება უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. აი, სტუდენტების, ახალგაზრდების, მათ შორის სოციალურ პრობლემებზეც, მათი სწავლის ხელმისაწვდომობაზე და ხარისხზეც მინდა რომ თქვენი აზრი მოვისმინო, რამდენად არის ეს აი ამ დიდი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის ახლა საზოგადოებაში, რომ კარგად ვერ იაზრებენ ეს დეფორმები, რაც გამოიწვევს. და მათთვის ეს დეფორმა არ არის, რადგან აი ბევრი შემთხვევა მქონდა ეგეთი, როცა ვუხსნედი ადამიანს, რომ რატომ არის ცუდი მე-12 კლასის მოხსნა. მათ ეს ეგონათ, რომ აი მე-12 კლასში მაინც აღარავინ სწავლობს და რა საჭირო არის, რომ არსებობდეს. მაგრამ მაგის უკან რა დგას, ვფიქრობ, რომ ან არ უფიქრდებიან, ან უბრალოდ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და მთავარი არის აქ ჩვენთვის, რომ ვესაუბროთ ამ ხალხს, გავაგებინოთ ეს ავუხსნათ, რადგან ბევრი ადამიანს შეიძლება არ ქონდეს სურვილი, მაგრამ რომ გაიგებს და გაიაზრებს ამ დეფორმების რეალურ შედეგს, ვფიქრობ, რომ ჩვენს გვერდითაც დადგება და ის კატეგორიაც დადგება ჩვენს გვერდით, რომელიც რეალურად ამომრჩეველი არის ქართული ოცნების და ვფიქრობ, რომ ეს რეფორმებიც რეალურად შეიძლება სასაცილო ჟღერდეს, მაგრამ სასარგებლოც არის ჩვენთვის, რადგან ანახებს თვითონ ეს რეჟიმი რაოდენ ცუდ რაღაცებს აკეთებს და რაოდენ მართლა დეფორმას უკეთებს, კრიტიკულ აზრს, აზროვნებას და განათლებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭირო არის მათთან საუბარი. ეს რომელზეც მათ შორის სტუდენტებიც და ახალგაზრდებიც უფრო მეც უნდა საუბრობთ. ლუკა, თქვენც შეგიძლიათ ამ თემაზე თქვენი აზრი გითხრათ, როგორ აღიქმება, რამდენად არის ინფორმირებული თავად სტუდენტობა, ახალგაზრდობა, იმიტომ რომ ძირითადად მაინც პროფესორ-მასწავლებლები საუბრობენ იმ მავნებლურ შედეგებზე, რომელიც არ არის ჰორიზონტს მიღმა, მაგრამ თავად ახალგაზრდებს რამდენად აქვთ ეს გაგება და აღქმა. სამწუხაროდ ჯერ ეს პრობლემები რეალურად რაც ამ განათლების სისტემაში შემოიღეს, არ არის გავრცელებული და არ არის ყოველს ყველამდე მიტანილი, მაგრამ ამ პროცესში სტუდენტები, ამ პროცესში ლექტორები ის ნაწილი, რომელიც ერთის მხრივ ამ საპროტესტო სივრცის ნაწილი ვართ, მაგრამ ასევე ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის პრობლემა, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიტანონ ყველასთან, ეს იქნება სტუდენტი, ეს იქნება მასწავლებელი, ეს იქნება ლექტორი, ეს იქნება აბიტურიენტი, ყველამ უნდა იცოდეს რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის მომავლისთვის, იმიტომ რომ შეიძლება არის ვიღაც პოლიციელი და თვლის, რომ ხალხალფასი აკმაყოფილებს, მაგრამ პარალელურად ის არის мама, რომელმაც იცის, რომ საკუთრმა შვილმა შეიძლება განათლება მიიღოს ქვეყანაში, სადაც განათლებას ფასი არ ექნება და ეტყვიან, რომ შენს დიპლომს ვერაფერში ვეღარ გამოიყენებ და იქნები სადღაც რაღაც პრეზიდენტი იქნები იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთის კარგად თამაში იცი და ერთგული ხარ ვიღაცის და როცა ამ რეალობაში იწყებ ცხოვრებას უფრო მარტივი იქნება ჩვენთვის ადამიანებისთვის იმის ახსნა რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მე მგონია და იდეაში ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ მომავალი ჩვენი ახალგაზრდების კამპანია რომელიც დაიწყო და მგონია რომ კარგად მიდის ამას ემსახურება, რომ ყველას დავენახოთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რომ მომავალი ახალგაზრდების არის, ოღონდ არა მხოლოდ იმ ახალგაზრდების რომლებიც უსწავლოზე დგანან, ყველა იმ ადამიანის რომელიც დღეს თვლის რომ სტუდენტის ცხოვრება მარტო სამსახური
ლიტერატურის და სწავლა არ უნდა იყოს, რომ რეალურად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ იყვნენ თავისუფლები, მიიღონ სიამოვნება ახალგაზრდობით და შეძლონ საკუთარი მომავლის შენება. და იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ, საჭიროა მომავალი ხვალინდელი დღე როგორი იქნება, განსაზღვროთ ჩვენი დღევანდელი ქცევებით. იმას თუ რას ვაკეთებთ და ის სწორედ ამას თავაზობთ ამ ადამიანებს. რა არის გამოსავალი? აი, ორივეს მარიკოს და ლუკასაც მინდა მოგცეთ შესაძლებლობა თან დამდეგი ახალი წელიც მიულოცოთ თქვენს თანატოლებს და მთელ საქართველოს. ვახსენოთ ისიც, რომ ახალ წელს საზოგადოების ნაწილი უკვე ტრადიციულად შეგვიძლია ასე ვთქვათ, რუსთაველზე შეხვდება დაგეგმილი არის მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომელიც 11 საათზე დაიწყება და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ ერთობას და ამ ერთობის ქუჩაში გამოტანას, მარიკო, თქვენი დავიწყოთ. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ არ დავნებდებით იქამდე, სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მივიყვანთ, უკვე ვიღაცისთვის შეიძლება სევდიანი იყოს ეს, რომ უკვე მეორე ახალი წელია რუსთაველზე ვატარებთ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცოდა ამ ბრძოლის დასაწყისიდან, რომ ეს ბრძოლა არ იყო მარტივი და ეს ბრძოლა არ იყო მოკლევადიანი. ამიტომ იმის პოზიტიური მხარე არის ეს, რომ ჯერ კიდე აქ ვართ, ჯერ კიდე მედგრად ვართ და ერთად შევხვდებით იმ ცვლილებებს და იმ ახალ წელს, რომელიც ახლა მოდის და ვფიქრობ, რომ დავანახებთ ამით ისევ, რომ ჩვენ ვართ რუსთაველზე, ახალ წელს ვართ, აღვნიშნავთ ამ ახალ წელს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს მომავალი ჩვენია და ერთხელაც შეიძლება სიმბოლურადაც აღვნიშნოთ მომავალში ეს ახალი წელი რუსთაველზე, რადგან ჩვენი ბრძოლის რაღაცნაირი მაგალითია და რაღაცნაირი, არ ვიცი, გამოხატულება არის უკვე რუსთაველი და შემკრებია. დიახ, შემკრებელი არის და ეს ადგილი ჩემთვის პირადად რაღაცნაირი მეორე სახლის გახდა, ის სახლიდან წავალ რუსთაველზე და ჩემს მეორე ოჯახთან აღვნიშნავ ამ ახალ წელს, ამიტომ ძალიან ისე პოზიტიურად ვუყურებ მე პირადად ამ საკითხს. ლუკა, იქაურობა მათ შორის და ამ ახალი წლის ერთად აღნიშნვაც ასევე არის იმ მთავარი რესურსის გამოვლინებაც და გამოყენებაც, რაც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან განმასხვავებელს რეჟიმთან მიმართებაში. გასული წლის მთავარი სლოგანი, ლოზუნგი, რომ ვიკითხოთ რა იყო, ხო? ქართული ოცნების იყო ნულოვანი თანადგომა. ამას სხვა არაფერს ვიგონებთ, არა? ბატონო კობახიძემ ეს გამოაცხადა, არა? ამ ნულოვანი თანადგომა, უბრალოდ ეს ნულოვანი თანადგომა ანტიპოდი სრული თანადგომის და სოლიდარობის. ამის გამოხატულება მათ შორის ახალი წლის ერთად აღნიშნვაც და თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ მომავალ წელთან დაკავშირებით? კი ბატონო. 31 მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მარტო ახალ წელს არ ხვდებით იმ დღეს, 400 დღე შესრულდება პირველში, ასე რომ ეს 400 დღე არ არის როგორც უბრალო პროცესი, ეს მართლა ერთად დგომის, ერთად ბრძოლის, რაღაცა წინააღმდეგობის სრული ჯაჭვია, რომლის დროსაც ვაჩვენეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რეპრესიას მიმართავს ქართული ოცნება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ აკრძალავს წინააღმდეგობას, ეს პროტესტი მაინც გრძელდება. და როგორ გაგრძელდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წერან საუბრობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, რაც შეიძლება მეც უნდა ვანახოთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რეალურად ამას აპირებენ სტუდენტები, რომ გააკეთონ ამ პროცესში. ამას ვაპირებთ, რომ შევეჭიდოთ და აუხსნათ სტუდენტებს, ეს იქნება უნივერსიტეტებში მისვლა, ეს იქნება გარკვეული ტიპის აქტივობები, ეს იქნება აქციები. რეალურად ყველას აუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, ველაპარაკოთ უნივერსიტეტებში დახლები მოვაწყოთ, ნებისმიერი რაღაც, რა საბოლოო ჯამში ინფორმაციას აწევს და თან ეთქვის სტუდენტებს, რომ მარტო ვთქვათ, რომ განათლების რაღაც ახალი ცვლილებები არის პრობლემა, მაგრამ რეალურად ადამიანს უნდა უთხრა, რა შეიძლება გააკეთოს და რა შეიძლება გააკეთოს არის წინააღმდეგობის გაზრდა. ის რომ ჩვენ ამ 400 დღიან პროტესტში ვიქნებით ძალიან მალე, ეს ერთის მხრივ იმის განაპირობა, რომ ერთმანეთი დავინახეთ ერთი და მეორე დავიჯერეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჯერა ამ პროცესის და საჭიროა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ პროცესში არ არიან, მაგრამ მიაზრებენ იმას, რომ რაც ამ ქვეყანაში ხდება არის არასწორი და უნდა შეიცვალოს, დავაჯეროთ იმაში, რომ ქუჩა არის გამოსავალი, დავაჯეროთ იმაში, რომ ჩვენი ერთადგომა არის გამოსავალი და საბოლოო ჯამში ამ ერთადგომით იმით, რომ ჩვენ გავიზრდებით და ჩვენ ბუნებრივად ვიზრდებით, იმიტომ რომ ქართული ოცნება რასაც აკეთებს, განაპირობებს ეს ყველაფერი იმას, რომ ეს წინააღმდეგობა ჩვენ მხარეს უფრო ძლიერი ხდება, საბოლოო ჯამში ეს დაგეხმარება იმაში, რომ მოვიტანოთ ნამდვილი ცვლილებები. გამარჯვებას გისურვებთ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს ვეთქვი, რომ მარიკო ცომაია, ლუკა მიშველაძე, სტუდენტები ჯიბას და ილიას უნივერსიტეტის იყვნენ ჩვენი სტუმრები.